გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. როგორც პირველ ვიდეოში დაგგვირდით, მე გავაკეთებდი მეორე ვიდეოს, სადაც უკვე დეტალურად აგიხსნით ყველაფერს და თქვენთან ერთად დავრეგისტრირდებოდი მეც და განახებდით საერთოდ თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. სანამ კონკრეტულ ახსნაზე გადავიდოდე, მე მინდა გითხრათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პორტმანს. დღეს ჩვენ დავრეგისტრირდებით და გავხსნით პორტმანს და მინდა გითხრათ რომ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პორტმანს და რა ძალა აქვს მოკლედ. პირველ რიგში ჩვენ გავხსნით დღეს პორტმანს და ამ პორტმანს აქვს ის დანიშნულება რომ მთელი კვირა ჩვენ რო ვიმუშავებთ აი ამ საიტებზე, ხო? კვირის ბოლოს ამ საიტებიდან თქვენ გადმოგიგზავნიან იმ ნამუშევარ ფულს, სატოშებს, ბიტკოინებს. ასე რომ თქვენ თუ არასწორად ან თუ დაგავიწყდებათ ეს პორტმნის სახელი, პაროლი, მისამართი მოკლედ, გადმოგირიცხავენ ამ ფულს და всё. კვირის ბოლოს ვერც გაიხსენებთ ვერაფერს და დაკარგულად ჩაითვლება ეს ყველაფერი. ასე რომ დღეს ახლა უნდა ვიყოთ ყურადღებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხუთიანზე, რომ არაფერი არ დაიკარგოს, იმიტომ რომ ვიცი მე ერთი ადამიანი, რომელმაც იმუშავა და ეგონა რომ საიტიდან ეხლა როგორ უნდა მისცენ მაგას ფული, ხელს ხوار გამოყოფს რა იქიდან, ტელევიზორიდან, მონიტორიდან ვიღაცა და ფულს ხوار მიაწვდის ხელში. არ იცოდა რომ ჯერ პორტმანში ხდება გადმორიცხვა და მერე პორტმიდან უკვე ბირჟაზე შესვლა და იმ ბირჟიდან უკვე ყიდვა იმ გადაცვლა დოლარებში, ვალუტაში რა. ხო და მოკლედ გადავიდეთ ახლა ჩვენ პორტმნის დასარეგისტრირებელ საიტზე. ჩემს ვიდეოს დაბლა თქვენ იპოვით ნაწერს, რომელზეც ეწერება პორტმნის დასარეგისტრირებელი საიტი და მაგის გვერდზე იქნება ლურჯად blockchain.info. მაგ ლურჯ ნაწერს დააჭერთ და გადმოხვდით უკვე აი ესეთ იმაზე, აი ესეთ საიტზე. აი ამ საიტზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ აი აქ ეხა მსოფლიოში გადმორიცხვები ხდება და პირდაპირ ეთერში გვანახებენ რა რამდენს არიცხავს. აი აქ უყურებთ 53 ბიტკოინია. აქ თუ გავითვალისწინებთ იმას, აქ 3 ბიტკოინია, რომ 1 ბიტკოინი ღირს $320, 1 ბიტკოინი $320. აი აქ ხედავთ 21, 1.0, აქ ნახევარი ბიტკოინი, ესე იგი $150 $160 გამოდის. ასე რომ აი აქ შეგიძლიათ ნახოთ რომ მსოფლიოში რამდენი ვინმე მუშაობს აი ამ პროფესიით, რამდენი ვინმეა დაკავებული, რომ ეს უბრალოდ ტყუილი ვერ იქნება. კარგით, მაშინ გადავიდეთ მაშინ ახლა ჩვენ კონკრეტულად პორტმნის გახსნაზე. აი აქ ზემოთ თქვენ რუსული ვინც იცის აიკითხავს კიდეც რომ კაშელიოკ წერია, დააჭერთ ამ კაშელიოკს და გადავალთ ახლა ჩვენ თვითონ შესასვლელ კაშელიოკში და დასარეგისტრირებელ პორტმანში. создать новый кошелек. ჩვენ დავაჭიროთ აი ამას, რომ ახალი პორტმანი რო შევქმნათ. დავაჭიროთ ესე იგი ამას. აქ ახლა არის შემდგომი რამე გასაკეთებელი. ჩვენ აქ უნდა შევიყვანოთ ჩვენი იმეილი. ჩემი იმეილია რამელი ჩავწერო 13 მე უკვე გახსნილი მაქვს და ახან
თქვენთან ერთად ვაკეთებ. მე ახლა აღარ შემიყვანს, რადგან ჩემი ID უკვე დამახსოვრებული აქვს და აი აქ უკვე მიჩვენებს, რომ დაკეტილია ჩემთვის უკვე, იმიტომ რომ გახსნილი მაქვს. აქ 200 პორტმანს ვერ გახსნით. გახსნით ერთს ან ორს. გამოვიწყდა მე. ესე იგი. ხო. ამ მეორეში ჩაწერთ პაროლს. ისეთი პაროლი რომ დაიმახსოვროთ. თან აქ უნდა შეივსოს კიდეც ამ პაროლის უნდა გამწვანდეს. შეიყვანთ იმ დონეზე, სანამ არ გამწვანდება. კიდევ მეორედ შეიყვანთ ისევ იგივე პაროლს. თან ჩაიწერეთ ეს პაროლი და უნდა ჯობია რვეული გახსნათ, რომ ეს ასე ვთქვათ, ეს არის თქვენი ბიზნესია. თქვენ ხო შენიშნეთ ახლა აქ, რომ რამდენი ადამიანია დაკავებული და რა ფულს რიცხავენ. ეს უკვე ბიზნესია. თავიდან ახლა კი არის ახლა რომ თავიდან ძალიან ცოტა იქნება. როგორც ამ ხალხმა გააქანავა ეს საქანელა, ასე რომ ვთქვა, და იქ საქანელას რო გააქანავებ და ბოლოს უკვე ძალიან მაგრა რომ ქანაობს ეს საქანელა. აი ზუსტად ესე უნდა გავაკეთოთ ყველა ჩვენ. ხო და ჯობია ესეთი რვეული შევიძინოთ, სადაც იქნება კონკრეტულად ეს ყველაფერი, საიტები, პაროლები და ასე შემდეგ. მოკლედ, შევიყვანეთ ეს პაროლი, აქაც განვამეორეთ, დავაჭირეთ ამ პროდოლჟიც. მაშინ ასე, თქვენ როცა დააჭირეთ უკვე ღილაკს პროდოლჟიც, თქვენ უკვე გადმოგიყვანათ უშუალოდ თქვენ პორტმანში. პორტმანში გადმოსვლისას პირველ რიგში უნდა ჩაიწეროთ აი ეს თქვენი პორტმის მისამართი. ეს პორტმის ლოგინი არ არის, ეს არის პორტმის მისამართი. ეს პორტმის მისამართი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ როცა დავრეგისტრირდებით საიტზე, ჩვენ ჩავწერთ ამ პორტმის მისამართს იმ საიტში და როცა იმ საიტზე უკვე იმუშავებთ, ავტომატურად მე გადმოირიცხება ის ფული, ის სატოშები უკვე აი ამ პორტმანში. ჯობია ეხლა თქვენ დააპაუზოთ ამ ვიდეოს და სათითაოდ ყველა ციფრი, ასო, ყველაფერი როგორც არის თანმიმდევრობით რომ ჩაიწეროთ. ჯობია 1-3 მაინც მერე გადაამოწმოთ, რომ დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად არის ის მისამართი, რომელიც თქვენ გააქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ერთი ასო ან ციფრი მაინც შეგეშლებათ, ის ფული დაიკარგება, ან კიდე სხვას გადაერიცხება. უკაცრავად მაშინ ასე გავაგზავნოთ მაშინ, თუ უკვე ჩაიწერეთ და თუ უკვე ჯობია რომ ჩაიწეროთ ის. აი აქ ხედავთ უკვე გადმორიცხვებს. აი აქ ნახავთ თქვენ გადმორიცხვებს. საიდან რა გადმოგირიცხეს, აი რომელი საიტიდან და რამდენი გადმოგირიცხეს. თუ ფულის გაგზავნა მოგინდებათ, შეგიძლიათ აი ოტყრავით ზენგი წერია. აქ პოლუჩიც. აი აქ ჩაწერთ იმ მისამართს, რომელზეც გინდათ რომ გააგზავნოთ. აქ ჩაწერთ ბიტკოინებს და აქ კიდე ავტომატურად უკვე განახეთ რამდენი ბიტკოინი, რამდენი თანხა. მე მაგალითად მაქვს ახლა აქ 0.5. მე გადავრიცხე სხვა საიტზე და მაგითუმაც ესე მაქვს. მაშინ ასე ახლა ჩვენ უკვე აი აქ დამთავრდა ყველაფერი და გადავიდეთ უკვე, გამოვიდეთ აქ და იქაც უნდა გიხსნათ რაღაცა. მაშინ ასე გამოსვლისთანავე თქვენ როცა გამოყვალთ, აი აქ იქნება ლოგინივით. ეს ლოგინიც უნდა ჩაიწეროთ. რადგან მე
შესვლა რომ მოგინდეთ თქვენს პორტმანში, ხო? აი ეს უნდა ჩაწეროთ და მე ის პაროლი, რომელიც თქვენ ჩაწერეთ დარეგისტრირებისას. და ეს ამ ლოგინს თუ არ ჩაიწერთ და გავიწყდებათ, შესაბამისად უკვე ვეღარ შეხვდეთ თქვენს პორტმანში. ის წინა იყო მისამართი, ეს არის ლოგინი. ერთმანეთში რო რა გერიფტო. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა დღეს გამეკეთა თქვენთან ერთად. იმედია ყველაფერი გაიგეთ და თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, მე ჩემს ვიდეოს დაბლა ჩემს Skype-ს დავტოვებ საკონტაქტო ნომერს და თუ ვინმეს რამე დაინტერესება ექნება და ვინმეს რამე კითხვები გაუჩნდება, შეუძლიათ რომ დამირეკოთ მე და მე ყველაფერს აუხსნი ან დავეხმარები, რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ. მაშინ ასე მეორე და მესამე ვიდეო უკვე იქნება უშუალოდ საიტებზე დარეგისტრირება და აგიხსნით იმ ბონუსებზე, რომელ ბონუსებზეც ვლაპარაკობდი პირველ ვიდეოში. კარგით, მაშინ აბა მომავალ შეხვედრამდე